Ტურისტული გეოგრაფიის კვლევა აჭარაში ყოველწლიურად ხორციელდება. კვლევის საფუძველზე იმ ქვეყნებში, სადაც ტურისტული დაინტერესება ყველაზე მაღალია, აქტიური მარკეტინგული სამუშაოები მიმდინარეობს. გათხრა ყველა შემთხვევაში რეგიონის ქვეყნებზე კეთდება. სარეკლამო კამპანია მეზობელ ქვეყნებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ირანში ჩატარდა. თამთა მეგრელიძე მუშაობდა თემაზე. თამთა, რა სიახლეა წელს ამ მხრივ? რაც შეეხება ამ მხრივ არსებულ სიახლეებს, წელს ტურისტული გეოგრაფია თავის ტრადიციულ საზღვრებს გასცდა და იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც აჭარაში დასვენებას ყოველწლიურად მირჩევენ, რამდენიმე ისეთი ქვეყანაც დაემატა ახალი ქვეყანა, ახალი ტურისტული ბაზარის ათვისება მოხდა. დაინიშნა პირდაპირ რეისები რამდენიმე ქვეყნიდან, რამაც საბოლოო ჯამში ის შედეგი უნდა გამოიღოს, რომ თუნდაც ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შარშან აღწევდა 800, წელს კი მათმა რიცხვმა 10,000 უნდა გადააჭარბოს. თუ რომელი ქვეყნები ირჩევენ აჭარას დასასვენებლად და რა სერვისს თავაზობენ ბათუმში უცხოელ დამსვენებლებს, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. უკრაინა, სომხეთი, ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, იაპონია, პოლონეთი. აჭარაში წელს დამსვენებელთა ნაკადს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან. დასვენების მსურველთა შორის წელსაც ტრადიციულად მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. თუმცა წელს სეზონის დასაწყისშივე სპეციალური პირდაპირი ავიარეისები ისრაელიდანაც დაინიშნა, რამაც ამ ქვეყნის მცხოვრებთა აჭარაში ერთკვირიანი დასვენების საშუალება მისცა. სპეციალური ტურისტული შეთავაზებების შედეგად ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს ბათუმში ისრაელიდან ტურისტთა ახალი ნაკადი ჩამოდის. ბათუმში პირველად ვარ, აქამდე ამ მხარის შესახებ მხოლოდ მეგობრებისგან ვიცოდი, ახლა კი უკვე თვითონ ჩამოვედი და საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი. ჩემი აქ ყოფნის დროს არა მარტო ბათუმს მაღალთიანეთსაც ვნახე, უკვე ვიცი, რომ ყოველწლიურად შევეცდები, ჩემი დასვენების თუნდაც ერთი კვირა შევძლო და აქ ჩამოვიდე. მე ტურისტული ჯგუფის გიდი ვარ. ყოველ შაბათს ბათუმში დამსვენებლების ჯგუფი ჩამოგვყავს. მათ საკმაოდ კარგ პირობებს თავაზობთ, კომფორტულ გარემოს, მისაღებ ფასებს, საინტერესო ექსკურსიებს, ყოველ საღამოს საინტერესოდ ატარებენ, მათვალიერებინებთ განახლებულ ქალაქს. მოკლედ, კარგ სერვისს თავაზობთ, რის გამოც ბათუმში დასვენების მსურველთა რიცხვი არ გვაკლდება. ბათუმში მოქმედი ტურისტული სააგენტოები სეზონის დასაწყისშივე სპეციალური პაკეტების შედგენას იწყებენ. ტურისტული შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაგვარია, დამსვენებელთა რაოდენობის და ინტერესის გათვალისწინებით. სამუშაო პროცესში და ამ დღეებში ჩამოვლენ აუცილებლად ტურისტთა ჯგუფები. ჩვენ გვაქვს ასევე პაკეტები, რომელზეც ძალიან დაინტერესებული არიან ტურისტთა დიდი რაოდენობა. ეს არის $20 პაკეტები, რომელიც ქობულეთში ზღვისპირა სასტუმროებში სამჯერადი კვებით. ტრადიციულთან ერთად წელს აჭარაში ახალი ტურისტული ბაზარის ასათვისებლად ემზადებიან, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დამსვენებელთა დაინტერესებას გულისხმობს. სეზონის პიკისთვის შეთავაზებებს პოლონელი, ბელორუსიელი და რუმინელი ტურისტებიც მიიღებენ. კონკრეტული შეთავაზება ევროპის ამ ქვეყნებისთვის მისაღებ ფასად მრავალფეროვანი ტურისტული სერვისის შეთავაზებას გულისხმობს. ზღვაზე დასვენების პარალელურად აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს ეთნო, ეკო, რელიგიურ და ისტორიულ ტურებს თავაზობენ. ბათუმში მოსკოვიდან ჩამოვედი, მეგობრებმა დამპატიჟეს და უკვე მეორე დღეა აქ ვარ. ზღვაზე ყოფნა ისე მომწონს, უკვე წინასწარ მწყდება გული, რომ აქედან უნდა დავიდე. ზღვასთან ერთად აქ მშვენიერი გარემო, პირობები, რაც მთავარია შესანიშნავი ხალხი დამხდა. ამინმა გამიმართლა განსაკუთრებით და ზღვით დავტკბი. ვფიქრობ, ეს ქალაქი არის მზად იმისთვის, რომ იგი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტმა ტურისტმა ნახოს. აქ მეგობრებთან ერთად ვართ, კარგად ვერთობით. სხვა უკვე ისეთი თბილია და ისე ცხელა, მთელ დღეს პლაჟზე ვატარებთ, ამ პარკში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურისტული გეოგრაფიის კვლევას ყოველწლიურად აწარმოებენ. კვლევის შედეგად კონკრეტული მარკეტინგული სამუშაოები იმ ქვეყნებში ტარდება, სადაც ტურისტული დაინტერესება მეტია. ბათუმში თბილისიდან ჩამოვედი, იქ გარკვეულ საქმიანობას ვეწევი და გადავწყვიტე ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით ზღვისპირა ქალაქში დამესვენა. პირველი რამაც კომფორტი შემიქმნა, ეს არის პირდაპირი რეისი დედაქალაქიდან. სულ რაღაც 30 წუთში ბათუმში აღმოჩნდი. ამან დროის დაზოგვის საშუალება მომცა. მეორე დღეა აქ ვარ, მაგრამ უკვე ვნახე ძველი ბათუმი, რაც განსაკუთრებით მომეწონა. განახლებული ბულვარი, შადრევნები, ულამაზესია ღამის ბათუმი. მოკლედ შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის. აჭარაში დამსვენებელთა გეოგრაფია რა თქმა უნდა დიდია, მაგრამ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მარკეტინგულ საქმიანობას, არის ძირითადად ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ეს არის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ირანი, უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ამერიკიდან და თქვათ აზიის ქვეყნებიდან არ ჩამოდიან ტურისტები. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ტურისტული შესაძლებლობები და მარშრუტები და
ტურისტული პროდუქტი გათვლილია მაინც ჩვენი რეგიონის ქვეყნებზე. მარშრუტები, რომელსაც აჭარაში უცხოელ ტურისტებს თავაზობენ სეზონურთან ერთად აქ მთელი წლის განმავლობაში დასვენებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ ისრაელის შემდეგ პირდაპირ ავიარეისები დაინიშნოს ბელორუსიდან და უკრაინიდან. მთავარი პირობა არის, რომ ფრენა იყოს ხელმისაწვდომი, რაც შეუწყობს აჭარაში კიდევ უფრო მეტი უცხოელი ტურისტის ჩამოსვლას ხელს.